ძალიან ბევრჯერ მაქვს ახსნილი თუ რატო არ ვაძლევ დედას მედიკამენტებს წამლებს, თუმცა ახლა ხელმეორედ ავხსნი ვიდეოში შევეცდები უფრო დაწვრილებით მოგახსენოთ, რომ კითხვა აღარ დაისვას. მესმის, მეც ძალიან მინდა რომ მივცე დედას მედიკამენტი, როდესაც არის აგრესიული, მინდა რომ მარტივი გამოსავალი ეგრევე ვნახო, მივცე და გავაჩუმო. ეხლა რა ხდება ამ დროს? თითოეული მედიკამენტი, გამოყუჩებელი რას ნიშნავს, რომ რაღაც არის, რაღაცის გაყუჩება გვინდა, ხო? ანუ რაღაცას ვიყუჩებთ. რატომ? მაგალითად, იმიტომ რომ ტკივა, მაგრამ ყველაფრის გაყუჩება არის შესაძლებელი. ყველაფრის გაყუჩება არის შესაძლებელი დღესდღეობით, ხო? მაგალითად, ნერვოზი. ანუ ჩვენ რამ გამოიწვია ამ ყველაფერს კი არ ვეძებთ, არამედ პირდაპირ გვინდა რომ იოლიგზები გამიყუჩა ის მედიკამენტის დამიჯერეთ. ვერასდროს ვერ ვიქნებით ჯანსაღი თაობა თუ მედიკამენტებზე ვიქნებით დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. მე ხა საოპერაციო როდესაც ხარ აუცილებელი არის ხო ნარკოზი იმის გარეშე, ამ კიტკივილს ვერ გაუძლებ კაცო. თუმცა ხა მე გეუბნებით, როდესაც შეუნდა, ანუ სხეულის ენა არის ტკივილის ენა, ანუ რაღაცის ტკივილი, სულის ტკივილი თუ რა ტკივილიც არ გაქვს, მორალური ტკივილი თუ ფიზიკური, რაღაცად გეუბნებათ, მოусმინეთ და კი არ გააყუჩოთ, აღმოფხვარით ის ყველაფერი. დედაჩემის შემთხვევაში ახლა მაგალითად დედაჩემის შემთხვევაში გამოსავალი მედიკამენტი კი არ გახლავთ. გამოსავალი გახლავთ, რომ ყავდეს ვინმე შემცვლელი, რომ როდესაც ჰალუცინაციები აქვს ჩემზე, ამ დროს ვიღაცამ უნდა შემცვალოს, რომ დააწყნარდება ეგრევე მუსიკა, ცეკვა, სიმღერა. თუმცა ახლა მაგ დროს მე რომ ვუმღერო, ახლა გონია რომ მე მოვკლავ და მიმღერი, ესე არ გამოდის. ამიტომ აუცილებელი არის, რომ ყავდეს შემცვლელი. ნახეთ, ახლა მედიკამენტზე საუბარს გავაგრძელებ, უბრალოდ ახლა მკუთხით წავედი და კარგად მომისმინეთ. თუ სურვილი გაქვთ, რა თქმა უნდა. და ნახეთ ახლა ოდნავი დისკომფორტი დემენცია მქონე ადამიანში იწვევს გაღიზიანებას. ამიტომ არის გადამავალ პერიოდებში, აი მაგალითად ახლა შემოდგომას ძალიან ოქტომბერში ზიახსნებული არის, უფრო დაბნეული არის და რაღაცა ოდნავი დისკომფორტი იწვევს მათში ზე გაღიზიანებას. ამიტომ უნდა ამყოფოთ სულ კომფორტში. ნახეთ, მე არ მყავს მანქანა. მანქანა რომ მყავდეს უფრო იოლი იქნებოდა, იმიტომ რომ იქ ცხელა არ შეუძლია. იქ სიციაში დამყავს დისკომფორტში არის და ეგრევე ღიზიანდება და ასე შემდეგ. აი ქარი უბერავდა და ესეც იყო მისი ესეთი გაღიზიანების მიზეზი. გესმით? ამიტომ მაქსიმალურ კომფორტში უნდა იყვნენ. კიდე გადაადგილება, ანუ მე რომ მაგალითად მანქანით რომ 5 წუთში მიდიან, მე ვანდობებ ხოლმე 40 წუთს, ზოგჯერ საათს. გესმით? ანუ ნახეთ, ანუ უმანქანობა უკვე ნიშნავს, რომ მანქანა მყავდეს უფრო გადვილდებოდა. ყველაფერი ამ დედაჩემი ასეთი აგრესიული არ იქნება. ამიტომ დემენციასთან აუცილებელი არის, რომ ორი ადამიანი იყოს. ერთ მეორე შეცვლის და ერთმანეთს შეცვლიან და შესაბამისად დაწყნარებული იქნებიან. მე რომ ვინმე მყავდეს ეგრევე მოვა დააწყნარებს, მე მივალ და ასე გაადვილდება ყველაფერი. ნახეთ, ეხლა მე მაქვს აგერ წამალი დედაჩემისთვის გამოწერილი არის, იმიტომ რომ ზამთარში იმდენად აღხსნებული იყო ხოლმე და რაღაცა და აგრესია იმდენად დიდი არ იყო. ამ დედაჩემს ატარებს კიდე აგრესია, რო არა აგრესია, 4 წელი დედაჩემი ცოცხალი არ იქნებოდა. ნახეთ, ბოლო სტადიის დემენცია, რას ნიშნავს, რომ დათვლილი აქვს ადამიანს წუთები და როდესაც ჩვენ მედიკამენტზე ვსვავთ პაციენტს, წუთები გადაიქცევა წამებად. ანუ აკლდება სასიცოცხლო წლები. ახლა თქვენ მიტყვით, მე წლებია დასმული ის არის მედიკამენტზე მყავს, თუმცა ცხოვრობს აგერ 4-5 წელი არის, იმიტომ რომ ეს არ გახლავთ ბოლო სტადიის დემენცია, ისეთი რთული ფორმა, როგორიც უკვე დედაჩემს 4 წელი არის და ამ ფორმაში თუ თქვენ მედიკამენტებზე გყავთ, რა ფორმა არის ეს? როდესაც არაფერი არ ახსოვს, როდესაც სიტყვების აღქმა არ არის, როდესაც საგნების აღქმა არის, როდესაც სულ ჰალუცინაციები არის, როდესაც სულ გარდაცვლილებზე საუბრობს, როდესაც აღქმა საკუთარი თავის არამც თუ სხვისი საკუთარი თავის სარკეში არ აქვს, როდესაც რა თქმა უნდა წაშლილი არის წარსული აწყო მომავალი, თავის გონებაში არის და როდესაც გამოგონია სამყაროში ცხოვრობს, როდესაც კვებაზე უარს ამბობს, ანუ
ძალდატანება მიწევს რომ მიირთვა საკვები ხო და ასე შემდეგ ანუ საერთოდ დაკარგული როდესაც უჭირს გადაადგილება საპირფარეშოში შესვლა როდესაც სიტყვებს ვერ აგებინებ მაგალითად უნდა ჩაუნაცვლო მაგალითად როგორი რაღაცა უნდა უთხრათ რომ თუ ეუბნებით რომ დედაჩემს გადმოცემის უნარიც აღარ აქვს რომ მითხრათ რომ საპირფარეში ესე ხელს რომ დაიდებს ის და ხვდები რომ საპირფარეში გინდა ზოგჯერ ამასაც ვერ ტუალეტში გინდა ვერ მიხვდა სიტყვა და არ ახსოვს ფისი გინდა ვერ მიხვდა და ვუცვლი რომ რაც აი ასოციაციას იწვევს რაც ანუ სინონიმებს ფიქრობ რა არის რომ რომელიღაცა მაინც რო გაახსენდეს და მე ესე დამეთანხმებს და შეგვიყავ ხოლმე ამიტომ აი ესეთი პაციენტი თუ ყავთ მედიკამენტზე დამიჯერეთ წუთების მაგივრად წამები დარჩა რა არის ახლა დემენცია არის რომ შვიდობით უნდა მიიყვანოთ ანუ ფაქტ ადამიანი მიდის ანუ ცოცხალ მკვდარი გახლავთ უკვე ადამიანი და შვიდობით უნდა მიიყვანოთ უნდა დავლოცოთ გზა ანუ მოამზადოთ წასასვლელად ფაქტიურად ჩვენ ამისთვის ვართ ანუ ჯერჯერობით ტვინის გადანერგვა როდესაც იქნება შესაძლებელი მაშინ იქნება ამ დაავადების ანუ შევძლებთ გავმკურნოთ დემენცია მქონე ადამიანი თუმცა ამ ეტაპზე ერთადერთი ჩვენ რაც გვევალება არის რომ შვიდობით მივიყვანოთ იმ ბოლო წერტილამდე. ნახეთ, აი დემენცია რაც ნიშნავს რომ ბავშვებით არის თვეების ბავშვი. აი ასე გამოხატავს, ამ ყვილით გამოხატავს თავის დისკომფორტს და ტირილით, როგორც პატარა ბავშვი. ტირის ჩხუბებს რა გამოხატავს ხან შია, ხან წყურია, თითო მათი სასაუბრო ენა, ანუ სხეულის ენა არის ნეგატიური. ჩვენ სხეული არ გვაქვს, ჩვენ სხეული არის ცხოველის გახლავთ. და ამიტომ აი ეს პატარა ბავშვი რატო ვერ რო შეეძლოს ამ ხელა ენერგია რო ქონდეს, არ პორჭნის ბავშვი? იმიტომ რომ ესეთი სხეული ასე გვესაუბრება. თუ თქვენ სიმშვიდის ენას თუ თქვენ სიმშვიდე გნებავთ, მაშინ მოусმინეთ თქვენ სულის ენა, სიმშვიდეს ენა გახლავთ, მაგრამ სანამ დაუკავშირდებით, მანამდე, ну რა ვქნათ, ეს სხეული ცხოველის გახლავთ, ხო? და ამიტომ თან ნახეთ, ეხლა დედაჩემი მე რას მასწავლის სიმშვიდეს, თუ გინდათ სიმშვიდე ისწავლოთ. აუცილებლად ქაოსი გამოგეგზავნებათ. აუცილებლად ტკივილი არეულობა გამოგეგზავნებათ. ასე ისწავლება ეს ყველაფერი. თუ არა და თუ სწავლა არ გინდათ, ნიშნავს რომ უკვე სიმშვიდეში ხართ, თავად ხართ მშვიდი. ახლა ეს წამალი რატომ აქვს? იმიტომ რომ დედაჩემი როგორც აღნიშნე რომ აღგზნებული იყო ძალიან ზამთარში, სულ მოკლედ ტვინს აღარ მოეწოდებოდა ხოლმე ჯანგბადი და ითიშებოდა. ითიშებოდა შემთხვევით თვეში ორჯერ ან ერთხელ მოკლედ ვიყავით ხოლმე საავადმყოფოში და ნახეთ ახლა წამალი მოკლავს დედაჩემს თუ ის უფრო მალე მოკლავდა, ამიტომ გამოვწერე ხოვე ექიმს რომ ეს წამალი მოეცა ჩემთვის და რატო რომ აი ესეთი მაგალითად გულის წასვლა აღარ მომხდარიყო, ანუ აღარ ყოფილიყო ისეთი აღგზნება, რაც მოკლედ მე ტვინის აღარ მიეწოდება და ჟანგბადი და მე ითიშებოდა დედაჩემი, ვარდებოდა და მე ვთქვი თუ ასე გაგრძელდა, მე ვთქვი ძალიან სახიფათო იყო უკვე დედაჩემისთვის და რა თქმა უნდა გამოვაწერინა წამალი, თუმცა მარტო იმის გამო რომ ნახეთ ისე რომ გამეგზელებინა უფრო მალე გარდაიცვლებოდა მაშინ წამალს მიცემ რომ გავუხანგრძლივო სიცოცხლე ანუ მე იმას კი არ ვცდილობ რომ დედაჩემი გავაჩუმო როგორც ბავშვი რო ტირის და წამალი რომ ეცე არა როგორმე გავუხანგრძლივო ამიტომ რომელიც უფრო კარგი ვარიანტია იმას ვირჩევ ახლა მაგალითად ყველაზე კარგი ვარიანტი არის რომ ასე სიყვარულის ენით უპირობო ენით რომ გავუხანგრძლივო სიცოცხლე და ეს თუ აუცილებელი გახდა, ანუ სულ თუ გათიშვები დაეწყო, მარტო იმ შემთხვევაში გამოვიყენებ წამალი მაქვს, მაგრამ მარტო იმის მიზეზით არ ვიყენებ, რომ დედაჩემს შეუნარჩუნდეს სიარულის უნარი, მეტყველების ასე თუ ისედაც უკვე რა აქვს და ამ წამლით რომ წერთ ხოლმე, რომ დედაჩემი ვეღარც საუბრობს, ვეღარც ის, იმიტომ რომ წამლებზე ყავთ. გესმით? ანუ ნახეთ, სხეულის ენა არის აგრესიის ენა. აგრესია ნეგატიური გვაქვს ეს ცხოვრელი, სანამ არ გავზვდით და არ ვასწავლით, ხო? ამიტომ დედაჩემი ჰალუცინაცია დაბნეული არის და გამოხატავს თავის ემოციებს. ეს ემოციებს, ეს გააქრობს. ანუ რა ყუჩდება, რა მოძრაობა, ემოციები, ნუ აღქმა ხო უფრო საერთოდ. ანუ წართმევს
ყველაფერს, ანუ ერთადერთი სხეულის მეხსიერებით არის დედა ჩემი ასე თუ ისე და ისიც რო წავართვა, რაღა დარჩება. ამიტომ არის ყველას, ვისაც ვეუბნები ხომ და ვინც საწინააღმდეგო მითხრა, მე აგერ მენეჯერი, მაგალითად კორპუსის მენეჯერი, დედამისი 1 წელი არის, რაც ბოლო სტატიის დედა დემენცია აქვს. დაადლევინა, არ დამიჯერა, დაალევინა და ეხლა ვეღარც კი დგება ფეხზე. იმას ვეღარ საუბრობს. წამლებზე მყოფი დემენცია მქონე ადამიანი კი გარეგნულად დამშვიდებული როგორც აი დეპრესანტებს რო სვავთ ხოლმე. დაწყნარებულები ვართ, მაგრამ შინაგანად რისთვისა დეპრესია რას ნიშნავს? Depressed. ანუ ღრმად დასვენება, რომ დაუკავშირდე, რომ მიხვდე რაღა არასწორ გზაზე ხარ და გამოასწორე ყველაფერს სხეული ასე გეუბნება, რომ რაღა არასწორად მიდიხარ. რაღაც ჩვენსაც არ აკეთებ. მოუბრუნდი სწორ გზაზე. სხვანაირად როგორ გესაუბროთ სხეულის სული, აი ძალიან მაინტერესებს. და დეპრესიაში ვარ და გქონია მედიკა. არა კაცო, დეპრესიაში ხარო. პირიქით გიხაროდეს იცვლება, შენთვის რაღაც ახალი ეპოქა დგება. ამიტომ შეგაჩერა სამყარომ, შენმა სხეულმა რომ არასწორად მიდიოდი და ახალი ეპოქა საოცრება უნდა გაიხსნა შენ და მოუბრუნდი რამენაირადო. ჩვენ კიდევ წამლებზე მიდივით, მესმის დაბნეულები ვართ მე რა. იმიტომ გიხსნით ახლა. და ნახეთ ახლა წამლებზე მყოფი დემენცია მქონე ადამიანი კი გარეგნულად შვიდა, მაგრამ ეს ყველაფერი საწავიდა. ანუ შიგნით ხო დარჩა და ვეღარც ხატავს. აგრესიით, ერთადერთი აგრესია აცხოვრებთ, ხო? ანუ ემოცია იცლებიან, მე იხლებიან და ისვენებენ. და ეს წაართვი, უკაცრავად. ვეღარ ხარ და შიგნით არის, შიგნით ეს ფორიაკი ყველაფერი რო მგონიათ მიდის, მიყუჩებული ვით არის, თორე ის შიგნით არის. გარეგნულად უკვე გააშეშეთ, ვეღარ გამოხატავენ ვერაფერს. ასე არიან, თორე შიგნით ეს ყველაფერი ქაოსი არის, უფრო დიდი. იმიტომ რომ ვეღარც კი იმ ელემენტარულსაც რასაც ამბობდა და დისკომფორტს ოდნავ რო გამოხატავდა, ესეც კი წავართვით. წარმოიდგინეთ, მედიკამენტი და საერთოდ რა მდგომარეობაში იქნება. რა თქმა უნდა, გარდაცვალებამდე მივა ასეთი ადამიანი. უკუჩვენება წამლების რა არის? დეჰიდრატაცია, უმოძრაობა, დაცემის გახშირება, სხვადასხვა ამაზეც მითხრეს, რომ იმიტომ რომ სულძინა, აი აძინებთ, გესმით, აი რას ნიშნავს წამლები, ანუ როგორ ხდება მათი კონტროლი, მიძინებულები არიან და შესაბამისად დღე რო დგებიან, მითხრეს, რომ ღამე მიეციო, რომ დღე რო ადგებაო, ის არის რა ქვია, ფრთხილად იყო, დაცემის გახშირება ხდება. დაცემის გახშირება, მე გულის, სუნთქვის, მოკლედ დათრგუნვა, სუნთქვა უარესდებათ. გულის სიხშირე აგრეთვე, გულის ცემა, კიდე რა ყლაპვა, ვეღარ ყლაპავენ, მადობა და მოკლედ ალბათ მიხვდით რომ გავაკიდე და ასე შემდეგ და ამ ყველაფერს საერთკენ მიყვავს პაციენტი სიცოცხლისკენ, ისედაც არ არიან სიცოცხლის გზაზე, ისედაც გადაცალი ფეხი და სამყაროსკენ აქვთ. და ამ ფეხსაც ვადგმევინებთ ძალით. და არა მაშინ, როდესაც მათი დროა. გესმით? ანუ რეალურად ეს მედიკამენტები მათთვის კი არ არის. არის ჩვენთვის, რომ გავიადვილოთ ჩვენ ყოფა და მე ეს არ მინდა. მე როგორ ვიცოცხლო მითხარით. როგორ დავრჩების ჩემს სინდისთან მარტო. და რომ მეწოდინება რომ შემეძლო დედის სიცოცხლის ოდნავ გახანგრძლივება და მე თვითონ გამოვურთე სიცოცხლის წყარო. მე თვითონ გამოვურთე აპარატიდან. თქვენი აზრით მე შევძლებ? კი, ვუარყოფ, რომ არა, ესე იყო აუცილებელი დედა ჩემისთვის, აი შვიდად იყო, მაგრამ შიგნით რო იყო აფორიაკებული. შიგნით რო ის ყველაფერი რომ დავამალინე, გამოხატვის უფლება რო აღარ მივეცი და შიგნით რო იყო ქაოსში სულ და ხმაცსაც კი ვეღარ ვაწვდენ, ისედაც ვერ ვაწვდენ ხმაც და წამლებით ხო საერთოდ ვეღარ მიაწვდენთ. თან დედა ჩემი ეს ღამე მაგარი გუშინ, ახლა ვიდეოს ჩავაგდებ. ის ვიდეო რო გადავიღე, როგორი აჟიტირებული იყო, მირტყავდა და ღამე იცით რა მოხდა? ამ ვიდეოში
რასაც განახებთ. კამერიდან ამოვიღე სპეციალურად თქვენთვის. ბოდიშიო და მადლობა მომიხადა. ყველაფერი გრძნობენ. მათ ყველაფერი იციან. უბრალოდ ვეღარ ხატავენ. აღარ იციან როგორ გადმოსცენ. ბავშვი რა ვერ აღიქვავს ყველაფერს. უბრალოდ ჯერ არ უსწავლია გადმოცემის უნარი არ აქვს. პატარა ბავშვს ასევე არის დემენცია მქონე ადამიანი. წამლები თუ არა მაშინ რა გითხარით ორი ადამიანი შემცველი ჰალუცინაცია აქვთ თქვენზე მაშინ ვიღაცამ ჩაგანაცვლოთ მე თქვა ეს არის აბსოლუტური დისკომფორტი შევქმნით მაგალითად რამე რა აღეზიანებს სარკე მაგალითად სარკეში ვეღარ აქვეყიფავენ ცავი საკუთარ თავს საუბრობენ ჩამოაფარეთ ან წვდომა არ ქონდეს სარკის მიმართ სარკისადმი იციან რაღაცებს მიტაცება მაგალითად არასდროს არ გამოართოთ დემენცია მქონე ადამიანს რამე ჩაუნაცვლეთ როგორ ახლა ნახეთ მაგალითად მიყურებთ ეს ხელში, ხო? ეგრევე, აი როგორც მაგალითად მაიმუნს უნდა გადაუგდო რაღაცა წავიკითხე. უნდა ესროლო რაღაც უნდა ესროლო, დაიჭერს და ბანანს ჩამოგიგდებს. ასე არის. უნდა ჩაუნაცვლოთ, აი როგორც კი უნდა წართოთ, იმიტომ რომ გონია რომ რაღაცას ართმევ, მაგრამ როდესაც უნაცვლებ, ეს აი ჩემს ეს რუნავს. კი ნახე, უკეთესი უნდა მოგცე და რაც გინდათ რომ გამოართოთ, ის ჩაუნაცვლეთ, აი პარკი მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ნივთების აღქმა არ აქვს, თავარია რაღაცა გქონდეთ ხელში. ჩაუნაცვლეთ, მაგრამ ხახალდი მიზია, აი დღეს მაგალითად დანიელი მყავდა სალონში და მათი ჩანთა აიღო და ჩანთა ქონდა ესე დამალული და ეხა ვერ გამოვარდა ვიცი რომ პანიკებში ჩავარდებოდა და ამიტომ რა გავაკეთე ავიღე დანიელისთვის წაღებული მქონდა რაღაც პური თუ რაღაც აღარ მახსოვს და მქონდა დარჩენილი პარკი ის ავიღე და აი ნახე ამით გაგწმინდა კიდევაც მეთქი აი ამა ის უნდა მოგცე ნახე რა კარგად იწმინდება ყველაფერი მე ასე ეს გავუხსენი უცბად ამოვიღე ეს ისა და ჩავუნაცვლე ამ პარკით მოხერხებულობა ძალადობრივი მეთოდები კი არა მოხერხება სიყვარულის ენა მუსიკა სიყვარული დისკომფორტის შემცირება ყველა კომფორტში უნდა იყვნენ და აი დაწყნარდებიან ის და ჩვენც დავწყნარდებით უბრალოდ ჩემთვის რთული იმიტომ არის რომ არავინ არ მყავს დახმარე და არანაირი მდგმურებთან ერთად ცხოვრობ და ყველაფერს მე ვაკეთებ, დამლაგებელიც მე ვარ, მზარეულიც მე ვარ, საკიდლებსაც მე ყველაფერს მე ვაკეთებ და ამიტომ არის რთული. თორე ერთი მაინც დამხმარე თუ ყავთ, მანქანა თუ ყავთ და თქვენი სახლი თუ გაქვთ და ასე შემდეგ, უფრო ადვილია ეს ყველაფერი. მითხრეს რომ სპეციალურ დაწესებულებები და აქ ვიყავი დაწესებულებები უნდა წაიყვანო ვინც იცი არავინ არ იცის ვერავინ ვერ მოუვლის ისე თქვენ შობელს როგორც თქვენ მოუვლით და ვიცი ახლა იტყვით რომ გაიმართლებთ თავს რაღაც როდესაც დემენცია დიდხანს ვერ იცოცხლებს როდესაც გარდაიცვლება ბევრს მოუწერია სინანულის ტექსტები მითხრეს რომ ეს არა უშოს მე რა გავუშვით ყველა ვიბნევით თუმცა ახლა რო გეუნებით უკვე ნიშნავს რომ ვიცით და მე ვეღარ გავიმართლებთ თავს რომ არ ვიცოდი და იმიტომ ჩავაბარე მომისმინდეთ რასაც გეუნებით სინდის ვერ გაექცევით რო გეცოდინებათ რომ შეგეძლოთ მოგევლოთ მაგრამ აი ფული არ მქონდა და იმიტომ და იცით რომ ეს მიზეზი არ არის ჩვენმა სხეულმა ყველაფერი კარგად იცის რაც არ უნდა მოვატყუოთ ვის ვატყუოთ საკუთარ თავს საკუთარ სინდის დაგტანჩავთ აგირებთ ცხოვრებას ეს ყველაფერი ამიტომ ჯობი ახლა გაირთულოთ ცხოვრება შემდეგ გასაადვილებლად და შემდეგ დაგენგრევათ მომავალი დაგენგრევათ ილუზიით აშენებული დედა მყავდა ჩაყვანილი აქ ქვევით და მოვიდა ერთი ბიჭი და დედა თქვენი არის და მე მუშაობ ესეც სპეციალ დემენცია მქონე ადამიანებთან ვინც ესე ცხოვრობენ და ყოჩახ რომ დედა არ ჩააბარეთო რა იმიტომ რომ თქვენ არ იცითო რამხელა სევდა არის მათ თვალებში მიუხედავად იმისა რომ ახმა არ აქვს თქვენ არ იცით ვერ გადმოგწე მაგრამ თქვენ არ იცით რამხელა სევდა არის მე აქვე არის დემენცია მქონე ადამიანების ცენტრი და საერთოდ ამ ჩაყოლებაზე მოხუცთა თავშესაფარიც არის ჩემთან აი აქ დემენცია მქონე ადამიანთა სახლიც არის მოკლედ უნარშეზღუდ მოკლედ ყველანაირი მოხუცებული დაავადებული რა ვიცი ყველანაირი ადამიანი მოხუცთათვის აქ ყველაფერი არის აი ყველაცრად არის მოწყობილი და რაღაცა რო შევიხედე ერთხელ მე
მართლა ეს დემენცია, ესე ჩამწკრივებულები, ესე წამლებზე ზოგი ოდნავ რაღაცა საუბრობს და იცოდეთ, ეს წამლები გონია რამეს შვება, ბევრმა მომწერა, რომ წამლებზე გვყავსო, თუმცა სანამ თვითონ არ გადაუვლით, უბრალოდ წამალი რასაკეთებს, აი ერთ დღესაც დაარტყავს. გესმით, აი დაარტყავს, მე და არც გათიშას და ესე იქნებიან, всё. ვერ საუბრობს დედაჩემი, წამლებზე ყავთ, მოუხსენით, შეუმცირეთ მაინც. მესმის ადვილია უფრო თქვენთვის. მესმის არ იცოდით. არ გვინდა. არ წავართვათ. ერთადერთი რაც გააჩნიათ სხეულის მეხსიერება არის. არ წავართვათ ეს. ბიჭმა მითხრა რომ ისე მეწოდებაო ეს ადამიანები რომ კი მოდიანო რაღაცა მაგრამ წარმოგიდგენთ სულ სხვა ადამიანზე არიანო სულ სხვა ადამიანი ელოდებიან ზოგჯერ რომ ისე არისო რომ აი ეგრევე ვერ ვახერხებთო რა შესვლასო და ესე ზიან გველოდებიან ღმერთო ჩემო იმიტომ რომ თითოზე ერთი ხო არ არის ესეც რო იყოს აი საცოდაობა არისო რამხელა სევდავს ხედავ ამ ადამიანებს დაკარგულები ხო დედამიწაზე არ არიან მაგრამ აი თვალები აქვს ისეთი სევდიანი ისე ესეო და ღმერთო რო ვიღაცა მათიანი რომ მოვიდა რაღაცნაირად გრძნობენო ესე სხვანაირი ხდებიან წავლენ ისე ხურებიანო ისედაც ჩამქროლები არიან ამ წამლების გამო თუმცა აი მაინც რაღაცა სიცოცხლე თითქოს და უცბად მიდიანო და ესე და ოჩახრო არ მიატოვეთ დედა თქვენიო ვერავინ ვერასდროს ვერ მოულის თქვენ მშობელს თქვენზე უკეთესად არ გაიქცეთ პასუხისგებლობას არ გაიმართლოთ თამი ყველანაირი მიზეზი მქონდა რომ გამემართლებინა თავი ვიტყოდი ქუჩაში დავრჩებით თქო იცით იყო ასეთი შემთხვევაც რომ მიწევდა და მე გადავწყვიტე არა დედაჩემთან ერთად წავალ თავშესაფარში თქო რა არ ყოფილა ბავშვთან ერთად თუ რა ახლა თუ აუცილებელია მე ამაზეც მოყვები დედაჩემთან ერთად წავალ მეთქი ყველაფრიდან არის გამოსავალი ყველაფრიდან მაგრამ ნუ გახდებით მაგალითი მიტოვების ამას ნუ გაუკეთებთ თქვენ თავს თქვენ შვილს ეს ყველაფერი თქვენ შვილზე გადავა შეეცადეთ მაქსიმალური გააკეთეთ და მოვადრო და დაგილაგდებათ ყველაფერი იმას მაინც იტყვით რომ ვეცადეო აი ამისთვის ღირს გარჯა ამისთვის ღირს გაწეული შრომა ამისთვის ღირს ეს ყველაფერი